მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ვაგრძელებთ ყველაზე მხიარულ თამაშს ქართული ლიგა. დღეს ნახევარფინალური შეხვედრაა. დღევანდელ ნახევარფინალში 5 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი სოხუმარები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი შერეკილი. გუნდი ქუთაისიდან იშვიათი იმერლები. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზურგის ქარი. და გუნდი აბაშიდან სულგუგუნი. დღევანდელი ნახევარფინალი ორი ეტაპისაგან შედგება. პირველი გუნდები თქვენ წინაშე წარსდგებიან იუმორისტული ნომრით, ხოლო მეორე ეტაპი იქნება კითხვა-პასუხი ცნობილ ადამიანებთან ერთად. მადლობა ბაბიკო. მანამდე გუნდებს ხო დავტოვოთ სცენა და მოემზადოთ პირველი კონკურსისთვის. აპლოდისმენტებით გავაცილოთ გუნდები. შემდეგ ეტაპზე, ანუ ფინალში ორი გუნდი გააგრძელებს ასპარეზობას, თუ რომელი ორი გუნდი დაძლევს ამ ეტაპს და შეძლებს ფინალში თამაშს, მას ჩვენი ჟიური გადაწყვეტს. მაშასე ჟიურის წევრები. მანსაკანის პრეზიდენტი და ქართული ლიგის ორგანიზატორი ნიკოლოზ მახვილაძე, ჩვენი ასტამა. იუმორისტი და ქართული ლიგის დიდი გულშემატკივარი ამიკო ჩოხარაძე. მომღერალი და ქართული ლიგის დიდი გულშემატკივარი ბექა ჩხაიძე. თავისივე სახელობის ღამის შოუს წამყვანი, ახლა ჩამოსული იტალიიდან გიორგი გაბუნია. ტელე და მუსიკალური პროდიუსერი ზვიად ბლიაძე. ამ საღამოს კი ჩვენ გაუძღვებით უმშვენიერესი ბაბი კირკიტაძე და სტრონგმენი ჯიმი ჯაბასი აბესაძე. სანამ უშუალოდ თამაშს დავიწყებთ, გაწეული დახმარებისთვის გვინდა მადლობა გადავუხადოთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და მის რექტორს ბატონ ირაკლი ნატროშულს. ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ზურაბ ხონელიძეს. მაშასე შეგვიძლია რომ დავიწყოთ. პირველი თქვენ წინაშე წარსდგება იუმორისტული ნომრით. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი სოხუმარები. 1 2 3 ნახევარფინალში ვართ, მეტი რაღა თქვა. ფინალისტვის სათური მოგვიდა. მე არასდროს არ მინდოდა ასე აგამოსვლა. Emily, Sicily, ხორხოცი, ჩემი თიწყება. რაჭველი მაჩო გამოვიდა. ვინ გამოვიდა? ხულვა იფები, აქვე წამოვიდა. ახასტა მასტა კიდევ აგზიხარ. არ დაიღალე სვიო ცაკარი. სვიო და მე სვიო. გაბუ ნუ მაგიღებ გაბუ. თქვენ წინაშეა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი სოხუმარები. Un amor di vita, e tu boquita. Un amor di vita, როგორც მიხდით, გიგამ ცოლი მოიყვანა. გილოცავ გიგა. მეგობრებო, ეს ხუმრობა არ არის, გიგა მართლა ცოლი მოიყვანა, გილოცავ. ო, რისორჯიმენტო. მე მაინტერესებს უბრალოდ თამა და ვინ იქნება ქორწილში.
რა თქმა უნდა ასტამა, ხარივი ცვამს, ხარივი და იმიტომ. კი ჩამოიფერთხარ, არა სვავს, კი, სვავს. ბიჭო, გაბუნიას, ფიქრობ ეხა მოადგილე. კლიანი თასი თუ ვერ დალია ხოდალებს ნახევარს მაინც. ნახევარი თასის აწევა არ უნდა გაუჭირდეს, ესეთ გაბუნიას. ხო გაბუ, ნახევარი თასი. კი ბატონო. ბიჭო, ზვიოს ფიქრობ მერიკი. ეგროსოს მერე ხელეს პაჭყავს. არ გვინდა რა, შარია. არ გვინდა. აუ ამიტომ არა ძმაო ძალიან ვიწრო წრეში ვაკეთებ და ვერა რანაირი ვიწრო წრი არის ამიკო თუ ვერ ჩაადიე ვერსა თუ გას რანაირი ვიწრო წრი რა ვიცი ხო ბიჭო კი ხა მოდი აი ბეკა ჩხაი ახ ბატონო ბეკა თქვენ ჩემი მეჯვარე იქნებით ბიჭო, კაი, სირცხვილია კაცი, ეგრევე რომ ეუბნები ჩემი მეჯვარე თუ იქნებიო, მგონი უხერხულია მაინც. აი თუ იქნებით, ძეგლს დაგიდგამთ. და რატო მარტო ბატონ ბეკას? თითოეული ჟიური წევრს დაუდგათ ძეგლები. დაუდგათ. სუვიულიუს კეისარი. თავისივე ძეგლის ავტორი ცეზარ გაბუნია. ჯაპალან ჯაბოვიჩი ჯიმის თავიანი ბაბიტო გორგონა და უძველესი ქანდაკება ასტამ ტოტელე ბიჭო ბატონი ბეკას ძეგლი ბიჭო იქნება მეჯვარე და დაუდგამთ მერე კი ბატონო ხალები ხომ გავს ბატონო სხვილი ხომ გავს ბატონო ტუჩნი გაბი გავს ხალებს ხომ გავს ბატონო მეგობრებო მოგეხსენებათ გიგას ქორწილი კიტრი და ლიმონათის გარეშე წარმოუდგენელია ბავშვები მოდიან ბავშვები ვაშლის ევოლუციის შემქმელებისგან კიტრი და ლიმონათის ევოლუცია ქორწილში ბევრი ბავშვები იქნებიან ბევრი მდიდარი ბავშვები ქორწილი აფრიკაში ჩატარდება ბანანი და ლიმონათი გაგრძელება იხილეთ ფინალში Un amor di vita, un amor di vita, un amor di vita, e tu boquita. და ბოლოს, სადამ არ გავთხოვდები ამ გუნდიდან ფეხსაც არ მოვიცვლი. დროზე. გავთხოვდები აბას ხარას ვიზამ ამ გუჩი ამისთვის მოვედი. ნახევარ ფინალსაც ვითამაშე, ფინალში გადასვლა მინდა ვობეთი. აკოცე რომ გავთხოვდე აკოცე რომ გავთხოვდე ჩემი წყალი გადმოგსმოდეთ ყველას თქვენ წინაშე იყო ჯანხონით სავსე გუნდი სოხუმარები Un amor di vita, un amor di vita, un amor di vita, e tu boquita. Un amor di vita, un amor di vita, un amor di vita, e tu boquita. სახუმარები გაწეული დახმარებისთვის მადლობა სუხთის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს და სტუდენტურ თვითმმართველობას. შემდეგი მონაწილე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი შერეკილი. მოგესალმებით თქვენს წინაშეა გუნდი რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ნახევარფინალში გადავიდეთ უკვე ნახევარფინალში ვართ გაგვიკეთებია თესეუს გუნდი ნახევარფინალში რატომ დაგვემატა? იმიტომ რომ ფინალში გადავიდეთ. და ჩვენ ვის დავემატოთ რომ ფინალში გადავიდეთ? ძალიან კარგი ხუმრობა იყო. ჰეი, მშვენიერო.
შენთვის არავის არ უთქვამს, რომ ძალიან ლამაზი დაქალი ყავს. მადლობა. სიამოვნებით დავდგებოდი შენი აივნის წინ და ვიყვირებდი. გვანცა მიყვარ ხარ? მე ბაბი მქვია. ვიცი, გვანცა ჩემ შეყვარებულს ქვია. მოდი ხვალ 10 საათზე რუსთაველის მეტროსთან პაემანზე შევხვდეთ. 10 საათზე სხვა გეგმები მქონდა, მაგრამ შენს გამო გადავდებ. ანი ხვალ 10 საათზე ვერ შეგხვდები. 12-ზე რომ გადავიტანოთ. სანამ ზედმეტებში გადავსვართ, მოდი სიტუაციებზე გადავიდეთ. ნახოთ ძიძა, რომელსაც ბავშვებთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვს. შემთხვევა მაღაზიაში. ვაიმე, გაიქეცით, მეგობრებო, ხანძარია. გავიქეცით. ნახოთ დამწყები რომანტიკოსი კაცი სკვერში. გოგო კი არა, ნამდვილი ყვავილი ხარ. არა მგონია. აბა ეს სამხელა ბუზი რატო გაზის? თავხედო. ახლა კი ვნახოთ შემთხვევა სტომატოლოგიურ კლინიკაში. აი. ექიმო, პაციენტს მიიღებთ. მოდით ვნახოთ შემთხვევა ქუჩაში. აუ, რა ქალია? დეგენერატო, მე ვარ შენი შეყვარებული. ვიცი, მაგრამ ეს ნახე. ნახოთ ძალიან ინტერესიანი ტაქსისტი. ვაიმე, გოგო, ძალიან მაგარი ამბავი უნდა მოგიყვე. უკაცრავად გატრიალდით რა. მოკლედ გუშინ? ხამე? ტელეფონმა დამირეკა. და ბოლოს, ჩვენ გამოსვლას დავასრულებთ სამტრედიელი გულუხვი მილიონერის სიტყვებით. ნაი, ხუთლარიანი და არ მიაფშვნიტო ბოლომდე. დიდი მადლობა, თქვენ წინაშე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის შერეკილი. მადლობა ბავშვებო, გუნდის შერეკილი გაწეული დახმარებისთვის, მადლობა სუხთის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ დავით გურგენიძეს და ამავე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბატონ კარლო კოპალიანს, ასევე ამავე უნივერსიტეტის სპორტის, კულტურის და საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსს ლევან ფიფიას. შემდეგი მონაწილე ქუთაისიდან იშვიათი ივერლები. ტაში ერთმა გავიყაროთ ყველამ ჩვენ ქართული ლიგის შემგურე ვერ მოვიწყეთ ვერაფერს ტაში ერთმა გავიყაროთ ყველამ ჩვენ უთამაშე ერთად ვიყოთ სალამრე ყველაფერ მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო თქვენს წინაშე ახელის გულზე ნატარები გუნდი იშვიათი ივერლები ისე ერთ რაღაცას მივხვდი მე რომ რესტორანში შევალ, ქაბაბს, ხინკალს, ხორის ნეკნებს, ხაჭაპურს, ლობიანს რომ შევჭამ, ის ბიჭმა უნდა გადაიხადოს. რატო? იმიტომ რომ ქალი ყველაზე სუსტი არსებაა.
ახლა კი წარმოგიდგენთ ცნობილი ფეხბურთელების ჟესტებს. კრისტიანო რონალდო, გიორგი მიქაუტაძე. ეგი რაია, ნიკა? ეგი დედაჩემს გევებუტე. მოდით ვნახოთ მომღერალი მგელი. აუ! ურირა ორერა! მოდით ვნახოთ მაფიოზების შეხვედრა. მოიტანე? არა. ხუთი ლარის გლობი და რას მაკლები? ბიძია თავს. ყველგან ხდება ასეთი უცნაურობები. მოდით ვნახოთ სიტუაცია სამხედრო კომისარიატში. სწორდი! სმენა! მარჯვნისაკენ! მარცხნისაკენ! ჩემი შანსზე ვიწყებ პუნქტებს! წავიდა! 1 2 3 4 ჩემი შანსზე წვებით! წავიდა დაცვა! წავიდა სიტყვები! 1 2 3 4 ახალგაზრდა კაცი ხარ არ შეგვენი სოზინი განმაგადრიალდა სრაბად განმაგადრიალდა გახოხდა ჩაციე მოგდება თქვია ჩაციე მოგდება თქვია თქვა დაიმახსოვრე ქართველი ჯარისკაცი ხარ სოზინი არ შეგვენის ადგა სრაბად სარდი სმენა ოჩა ჯარისკაცი მე ბაბუა ვარ შვილიშვილ ეგენს